Welcome back პოდკასტების სერიაში Mate, რომლის მიზანია გაგაცნოთ დაზღვევის მიკროსამყარო. დღევანდელ ეპიზოდში შემოგვიერთდება underwriter-ი, რომელიც ისაუბრებს underwriter-ის როლზე, რომ ჩვენ პოზიტიური გამოცდილება ჩამოგვიყალიბდეს სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას. განვიხილავთ, რა მოთხოვნები შეიძლება გქონდეს სადაზღვევო კომპანიის მიმართ და რა უფლებებით სარგებლობს პოლისის მფლობელი. ასე რომ დაელოდეთ საინტერესო დისკუსიას, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს წარმოდგენებს დაზღვევაზე. ვინ გაგვარკვევდა იმაზე უკეთესად ამ ერთი შეხედვით ბინდით მოცულ და მისტიკურ საქმიანობაზე, თუ არა ადამიანი 14 წლიანი უწყვეტი გამოცდილებით underwriting-ში და ამჟამად სადაზღვევო კომპანია Aldax-ში underwriting-ის განყოფილების ხელმძღვანელი რომა ლემონჩავა. მოგესალმები რომა. დიდი მადლობა ანი მოწვევისთვის. გამარჯობა მივესალმები მსმენელს. ძალიან მიხარია რომ შენი პირველი სტუმარი ვარ და რაღაც გისურვებ წარმატებას ამ საინტერესო წამოწყებაში. და ჩვენი პროფესიით დაინტერესებისთვისაც მადლობას გიხდი. მადლობა რომა, მე თავისუფლად შემიძლია ამ სფეროში საქართველოში შენ go-to გიწოდო. მაშინ როცა საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია სულ რაღაც 35 წელს ითვლის, შენ აირჩიე ეს სფერო და ძალიან წარმატებულად უძღვები, უმკლავდები, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დატვირთულია underwriter-ის სამუშაო დღე და ვაფასებ, რომ გამონახე ჩემთან სტუმრობისთვის დრო და დიდი მადლობა პირველ რიგში ამისთვის. და პირველი კითხვით მინდა მოგმართო და დავინტერესდე, როგორი არის underwriter-ის სამუშაო დღე, როგორ გამოიყურება სტანდარტული თქვენი სამუშაო დღე, რომ ნელ-ნელა მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ რატო არის underwriter-ის როლი მნიშვნელოვანი სადაზღვევო კომპანიაში. ცოტა სულოდნოვშორიდან რომ დავიწყო, ზოგადად რო თქვა სადაზღვევო კომპანიის ფუნქცია რა არის. მომხმარებლის გადმოსახედიდან გასაგებია, რომ მიდის სადაზღვევო კომპანიაში, გადასცემს თავის რისკს და ამაში იხდის გარკვეულ თანხას, რასაც სადაზღვევო პრემიას ვეძახით ჩვენ. რომ შევატრიალოთ ეს, ანუ სადაზღვევო კომპანიის გადმოსახედიდან შევხედოთ. სადაზღვევო კომპანიის ფუნქცია არის, ასე ვთქვათ, ერთგვაროვანი, ერთმანეთის მსგავსი რისკების აღება, ერთ პულს ვეძახით ჩვენ რისკების ერთობლიობას, ერთ პულში ამ რისკების შეკრება. და ამ მიღებული პრემიებით ფორმირებული ფონდიდან მერე უკვე ზარალების გადახდა. ანუ პრინციპი ესეთია, რომ ბევრი მომხმარებელი გადმოგცემს თავის რისკს და იმ რამდენიმე მომხმარებელს, რომელსაც მართლა დაუდგება ზარალი, აი ჩვენი შეგროვებული სადაზღვევო პრემიებით ფორმირებული ფონდიდან უნდა დაუკომპენსიროთ ეს ზარალები. და ამ პულის მუშაობა გამართულად არ არის მარტივი ამბავი და ამას ჭირდება, ასე ვთქვათ, მეთვალყურე, რომელიც არის უცად underwriter-ი. underwriter-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ სისტემამ გამართულად იმუშაოს, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მომხმარებლებისადმი აღებული პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულება. უფრო რაღაცა ძალიან ზოგადი საუბარი არ გამოვიდეს, უფრო დეტალებში რო ჩავიდეთ, ეს ნიშნავს, რომ underwriter-ი ყოველდღიურად იღებს გადაწყვეტილებას, თქო რა რისკი აიღოს სადაზღვევო კომპანიამ, რა არ აიღოს. შეიძლება ვთქვათ, რაღაც ინსტრუმენტები გამოვიყენოთ და ისე გარდაუქმნათ რისკი, რომლის აღებაც არ გვინდოდა, მაგრამ უკვე ამ გარდაქმნის შედეგად შეგვიძლია მისი აღება, შეგვიძლია ნაწილი ავიღოთ რისკის და ნაწილი არ ავიღოთ. მოკლედ, ბევრი ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ეს ჩვენი პული იყოს ეფექტური და შესაბამისად დაზღვევამაც იმუშაოს ეფექტურად. შენ ძალიან საინტერესო ორი ფაქტორი ახსენე, ერთი რისკის შეფასება და მეორე ამ რისკისთვის მიღებული თანხა, პრემია. და მინდა ორივეზე დავინტერესდე და გკითხო, აი როგორ აფასებთ რისკს? აი underwriter-ები, როდესაც მიიღებენ განაცხადს კლიენტისგან, ეს განაცხადი უდევთ მაგიდასთან, რას აქცევენ ყურადღებას, რა ნიუანსებს აქცევენ ყურადღებას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება ამ პულში მოხდება თუ არა ეს რისკი? ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი დაზღვევისთვის არის პროგნოზების გაკეთება. ანუ ჩვენ რისკებს რო ვიღებთ, უნდა შეგვეძლოს პროგნოზების გაკეთება და პროგნოზების გაკეთებას ვერ შევძლებთ, თუ ეს იქნება ძალიან განსხვავებული რისკები. ამიტომ პირველი, რასაც რისკის შეფასების დროს ვაკეთებთ, არის ის, რომ რამდენად შეესაბამება ეს რისკი ჩვენს პულს, რამდენად მათი მსგავსია, რომ პროგნოზირება შევძლოთ. ამის შემდეგ უკვე 1000 ნიუანსია, რომელიც სხვადასხვა პროდუქტებისთვის განსხვავდება და აქ დეტალებში შესვლა არ ღირს, თუმცა აი გამოვყოფდი იმას, რაც ყველასთვის საერთოა, რომ ძალიან
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვაკვირდებით ჩვენ თვითონ მომხმარებლის დამოკიდებულებას რისკისადმი, რამდენად გონივრულად მართავს თავის რისკს, რამდენად ღია ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებისთვის. ესეთი ოქროს წესი გვაქვს ანდერრაიტერებს, რომ თუ რაიმე შესახებ ინფორმაციას ვერ იღებ, ეს მაშინ უნდა დაუშვა ყველაზე ცუდი ვარიანტი. მაშინ საჭოა. ხო, ამ გადმოსახედიდან უყურებთ ყოველთვის და ვაფასებთ დაზღვევის განაცხადს. რაც შეეხება მეორე ნაწილს შენი შეკითხვის. კი, აი პრემიაზე მინდა რომ გითხო მეორე ნაწილში. აი პრემიას როგორ საზღვრავთ, რა უნდა იყოს პრემია? მიიღეთ რისკი, მოგწონთ ეს რისკი, ასე თუ ისე, აპირებთ რომ პოლისი გასცეთ, პრემიას როგორ საზღვრავთ, როგორ ანგარიშობთ? ნუ აი როგორც თქვი, პროგნოზირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ რომ რისკი იყოს ერთგვაროვანი და შემდეგ უკვე პრემიის ნაწილში ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია ანდერრაიტერის არის სამართლიანი პრემიის დაწესება. სამართლიანში რაღაცა ესე ზოგად მას არ გულისხმობ, მე ვგულისხმობ, რომ რა რისკიც მოაქვს შენთან მომხმარებელს, იმის შესაბამისი პრემია უნდა გადაიხადოს. აი მარტივი უხეში მაგალითი რომ მოვიყვანოთ, დაუშვათ მანქანებს თუ ვაზღვევ და მომხმარებლების ნაწილი არის ახალგაზრდა გამოუცდელი მძღოლი, მომხმარებლების მეორე ნაწილი არის შედარებით გამოცდილი. ცხადია, რომ ახალგაზრდები უფრო მაღალრისკიანები არიან, გამოცდილები უფრო დაბალრისკიანები და არ შეიძლება რომ ესე ბლანკეტურად მიუდგე და ერთი და იგივე ოდენობის პრემია გადავახტევინო ყველას. თუ ესე მოვიქცევი, შეიძლება თქვათ გასაშვალოებული პრემია სწორად მქონდეს დაანგარიშებული, მაგრამ თუ ესე მოვიქცევი და ჩემი კონკურენტები სამართლიან პრემიას დაუწესებენ, მაშინ დაბალრისკიანი მომხმარებლები წავლენ ჩემს კონკურენტებთან, ჩვენთან დარჩებიან მაღალრისკიანი მომხმარებლები და ეს ჩემი გასაშვალოებული პრემია და ამ პრემიებით შემდგარი ფონდი აღარ მეყოფა მე უკვე ზარალების გადასახდელად. ანუ რამე სტანდარტული წინასწარ განსაზღვრული ფორმულა არ არსებობს. აქცევთ ყურადღებას და იყრდნობით სტატისტიკას, რომელიც თქვენ კომპანიაში ალბათ მუშაობთ, რომ შეადგინოთ და გქონდეთ. კი, ცხადია, სტატისტიკის საფუძველზე ვანგარიშობთ ჩვენ პრემიებს. ამ ხრივ პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ბაზრის სიმცირე, იმიტომ რომ სტატისტიკა რაც უფრო დიდია, მით უფრო სანდოა და მით უფრო ზუსტად შეიძლება პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, პატარა ბაზარი ყოველთვის პრობლემატურია ამ კუთხით, მაგრამ სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სიღრმეებში შევიდეთ, მაქსიმალურად რისკის შეფასების დროს სხვადასხვა კრიტერიუმები გავითვალისწინოთ და ყველას დაუწესოთ სამართლიანი პრემია. როდესაც პოლისს ვყიდულობთ, პოლისს ყოველთვის მოყვება უზარმაზარი ხელშეკრულება, რომელიც ათეულ გვერდსაც ითვლის ზოგჯერ. და გულწრფელად რომ ვთქვათ, არავინ არ კითხულობს თავიდან ბოლომდე გულდასმით ამ ტექსტს. შენ შიგნიდან უყურებ ამ პროცესებს და როგორ ფიქრობ, ადამიანები რა შეცდომას უშვებენ ყველაზე მეტად? მე ვხვდები პრაქტიკაში ისეთ შემთხვევებს, რომ ადამიანებს გონიათ, რომ რაღაც რისკებისგან დაზღვეულები არიან, ამ უზარმაზარ 10 გვერდიან ხელშეკრულებაში ეს რისკი ეწერათ, რომ გამონაკლისი გქონდათ და შემთხვევის დადგომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამონაკლისი აქვს, რაც უკმაყოფილებას იწვევს. აი, რა შეცდომას უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად, როცა პოლისს ყიდულობენ? ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ადამიანები როგორც წესი ყურადღებას ამახვილებენ ისეთ რისკებზე, რასაც ხშირად ეჯახებიან ხოლმე, მაგრამ შეიძლება ისეთი ცუდი დამანგრეველი შედეგები არ ქონდეს. აი, მაგალითად, რო შევადაროთ, ვთქვათ, სახლის დაზღვევა და მანქანის დაზღვევა, გაცილებით პოპულარულია მანქანის დაზღვევა. თუმცა ეს მანქანის დაზღვევის ზარალები როგორც წესი არ არის ხოლმე ძალიან დიდი. ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ ვთქვათ, ადამიანის ან ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ისე და ზარალოს, რომ აქედან უკვე ფეხზე წამოდგომა გაუჭირდეს ადამიანს. მეორე მხრივ, სახლის ზარალები გაცილებით იშვიათია, აქედან გამომდინარე ადამიანები გაცილებით ნაკლებად ფიქრობენ, თუმცა შედეგები ძალიან მძიმეა ხოლმე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ის, რომ ყველამ შეეცადოს განსაზღვროს რა რისკების წინაშე, რა რისკებთან შეუძლია საკუთარი ძალებით გამკლავება და რა რისკს ვერ გაუმკლავდება თვითონ დამოუკიდებლად. და ყოველთვის ცხადია რესურსები შეზღუდულია, ადამიანებს პრიორიტეტების დაწესება უწევთ და პრიორიტეტი გააკეთონ ისეთ რისკებზე, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან.
აი, როდესაც ვფიქრობდი შენს მოწვევაზე, დავფიქრდი ადამიანის თვალით, ჩვეულებრივი მომხმარებლის თვალით შემეხედა, რა იყო მისთვის ყველაზე მტკივნეული და ორი საკითხი გამოვყავი დაზღვევასთან მიმართებით. ერთი ეს არის გამონაკლისები, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ადამიანებს და მეორე ფრანშიზა ეგრეთ წოდებული. აი და სადაზღვევო პოლისში რო აგვიხსნა რა მნიშვნელობა აქვს ამას და ზოგჯერ ადამიანები იძახიან რომ მათ უნდათ ufranshizო პოლისი რო გქონდეთ და ყოველთვის ეს არის the best option რო გქონდეს ufranshizო პოლისი. გამონაკლისებით დავიწყებ. გამონაკლისები ასე ვთქვათ, შემიძლია ძალიან უხეშად ორ ნაწილად გავყო. ერთი ნაწილი გამონაკლისების არის როგორც წესი ფუნდამენტურ რისკებს ვეძახით, აი ავიღოთ მაგალითად კოვიდის მაგალითი. კოვიდი დაზღვევაში ყოველთვის გამონაკლისია, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ, ასეთ პანდემიური სიტუაცია დგება ქვეყანაში, ეს ყველას ეხება. ანუ დაზღვევის პრინციპი უკვე აღარ მუშაობს, იმიტომ რომ დაზღვევის პრინციპია, რომ ბევრი იხდის ცოტ-ცოტას და ამ ცოტადან რამდენიმე ადამიანს უნაზღაურებ ძალას. და თუ რო ავიღოთ კოვიდი, რომელიც ყველას შეეხება, აქ უკვე ეგ პრინციპი დაირღვევა, ანუ ყველას ეხება და იმიტომ ესეთი გამონაკლისები არის ვთქვათ კოვიდი, ომი შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი ფუნდამენტური მოვლენები, რომელსაც როდესაც უკვე დაზღვევის პრინციპი აღარ მუშაობს და სადაზღვევო კომპანიაც ამ რისკების მართვას ვეღარ ახდენს. თუმცა არსებობს გარკვეული ინსტრუმენტები, რომლითაც ესეთი დაფარვების დაზღვევაც ხდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს გამონაკლისებისას, აქ მე მოვიაზრებდი ისეთ გამონაკლისებს, როდესაც სადაზღვევო კომპანია ცდილობს პროდუქტი ისე შექმნას, რომ დამსხვრევმა არ დაკარგოს სტიმული თავისი რისკების მართვის. ანუ არ ინტერესი კონდეს, რომ პოლისი შეიძინოს. ინტერესი უნდა კონდეს, რომ იმ თავის ქონებას, რასაც დააზღვევს ამ პასუხისმგებლობას, თვითონ გაუფრთხილდეს. ფრანშიზის დაწესების ლოგიკაც ეგ არის, რომ არ შეიძლება დამსხვრევს აღარ აინტერესებდეს საერთოდ მთლიანად სადაზღვევო კომპანიას გადასცეს ყველაფერი და მერე ასე ვთქვათ მხარდაჭერაზე წამოწვეს. ამისთვის არის გამონაკლისები, რომ უზრუნველყოთ ჩვენ, რომ დამსხვრევი ისე უნდა მოიქცეს, თითქოს საერთოდ არ არსებობს დაზღვევა, ანუ ისე უნდა მართავდეს თავის რისკებს. საინტერესოა და შენ ერთი რაღაც დავიჭირე, რომ ახსენე, რომ შეგვიძლია ის გამონაკლისი რისკებიც დავაზღვიოთ. ასეთი შემთხვევებიც არსებობს და აი მაგალითს მოვიყვან, ომის მაგალითი რო ავიღოთ, ანუ ომის დაზღვევა საქართველოსთვის, საქართველოს ბაზარისთვის რთულია, იმიტომ რომ საქართველოსთვის ფუნდამენტურია ომი რო დაიწყოს. დიდი ალბათობით ყველა დაზღვეულს შეეხება. შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც ინსტრუმენტები, აი ვთქვათ, გადაზღვევა და ეს ომის რისკი გადავაზღვიოთ ისეთ ბაზარზე, რომლისთვისაც ვთქვათ, მთელი მსოფლიოდან მიდის ომის რისკები და კონკრეტულად საქართველოში ომი აღარ იქნება იმათთვის ფუნდამენტური რისკი. და აი კოვიდისთვის მაგალითად ეს ინსტრუმენტი არ გამოგვადგება. ანუ კოვიდი აუცილებლად გამონაკლისში იქნება. ომი სტანდარტულად გამონაკლისშია საქართველოსთვის, თუმცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც დამატებითი საფასურის და დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს რისკი ფუნდამენტური უნება მოვაშოროთ ამ რისკს სხვა ბაზრებისთვის გადაცემით, რომლისთვისაც უკვე აღარ არის ეს რისკი ფუნდამენტური. ანუ გამოდის, რომ თუ მე მოვინდომებ, შემიძლია მოვიდე სადაზღვევო კომპანიაში და მოვითხოვო რაღაც რისკებისგან დაზღვევა, გამონაკლისებზე თანახმავ ვიყო, რომ გამონაკლისში იყოს, ფრანშიზა ჩემით გადავწყვიტო, ანუ ჩემს საჭიროებებზე მორგებული პოლისი მოვითხოვო. რამდენად ღია შეიძლება თავისუფალი იყოს სადაზღვევო კომპანია ამ მხრივ, რომ არასტანდარტული პოლისი მომყიდოს, არამედ tailored made ეგრეთ წოდებული, ანუ ჩემს საჭიროებებზე მორგებული პოლისი რომ მომყიდოს, ჩემთვის კონკრეტულად შექმნას. კი, შესაძლებელია ცხადია, ჩვენ ღია ვართ ასეთი მოთხოვნებისთვის, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეგ რაღაც ძალიან დღის წესრიგში დგას ვერ ვიტყოდი, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ჩვენთან სადაზღვევო ბაზარი ძალიან მცირედ არის გაჯერებული, სტანდარტულ პროდუქტებსაც ძალიან ერიდება ხალხი, ასე ვთქვათ და ესე ადამიანები არ ფიქრობენ ზოგადად დაზღვევაზე, მით უმეტეს არ ფიქრობენ რაღაცა მათზე მორგებულ სპეციფიკურ პროდუქტებზე.
არ ფიქრობენ, ხო, ანუ ალბათ ჯერ სტანდარტული უნდა გქონდეს შეძენილი, რომ შემდეგ იფიქრო, რაც არა გაქვს დაფარული და გიდგას იმის რისკი, რომ ეს რისკიც როგორმე გადასცე სადაზღვევო კომპანიას. კი. აი ცოტა სტატისტიკურ მონაცემებსაც რო შევეხოთ, აი 2024 წლის მონაცემები ვნახე, რომელსაც ზედამხედველობა აქვეყნებს ყოველწლიურად და 19 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია არის დღეს საქართველოში, 24 სადაზღვევო ბროკერი. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია ქართული ბაზრისთვის. აი მე როგორ გავაკეთო არჩევანი ამ 19-დან რომელ სადაზღვევო კომპანიაში შევიძინო პოლისი. ანუ რაღაც რეპუტაცია უნდა შევამოწმო, რა უნდა რას მივაქციო ყურადღება, რომ არჩევანი გავაკეთო სადაზღვევო კომპანიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სადაზღვევო კომპანიები რეალურად ყიდიან დაპირებას, ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიის რეპუტაცია და ფინანსური მდგომარეობა. ეს ორი კრიტერიუმი არის ალბათ მთავარი. ფინანსური მდგომარეობის გადამოწმება შეიძლება ყველასთვის არ იყოს ძალიან მარტივი, თუმცა სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები ძალიან გამჭვირვალეა. ანუ არსებობს შესაძლებლობა, რომ ყურადღება მივაქციოთ სადაზღვევო კომპანიის რეიტინგებს. საქართველოში უკვე რამდენიმე კომპანიას აქვს დიდი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებული რეიტინგები და ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, უფრო თავისუფლად ვენდოთ სადაზღვევო კომპანიას. ალბათ ანაზღაურებული ზარალებიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამდენად კარგად ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ზარალს. კი, ცხადია, ფინანსური მონაცემების ნახვას თუ შეძლებს მომხარებელი ძალიან კარგია და ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავს იქ, მაგრამ მე ვამბობ, რომ თუ ადამიანს არ აქვს დრო ან არ აქვს შესაბამისი საშუალებები, რომ ეს სტატისტიკა ნახოს, ფინანსური მაჩვენებლები ნახოს, შეუძლია მარტივად თვითონ სადაზღვევო კომპანიის საიტებზეც კი გადაამოწმოს ამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებული რეიტინგები. ჩვენ ახლა მომხმარებლის მხრიდან შევხედეთ, რა შეცდომები შეიძლება ადამიანმა დაუშვას პოლისის შეძენამდე. აი რო განვიხილოთ თქვენი მხრიდან, ანდერაიტერების მხრიდან, რა შეცდომა შეიძლება ანდერაიტერმა დაუშვას რისკის აღების დროს. მაგალითად, მე გადაზღვევაში ამიღია ისეთი რისკზე ამიღია პასუხისმგებლობა და გადამიზღვევია და გადამზღვეველისთვის მირჩევია, რომ ეს ძალიან უსაფრთხოა, ყველა წესები დაცულია, მაგრამ რამდენიმე თვეში ზარალი მომხდარა და ეს ჩემი ყველაფერი ახსნილი, კარგად დაწყობილი, ასე ვთქვათ, წყალში ჩაიყარა. აი შენ თუ გქონია აი ესეთი შემთხვევა, რომ დიდი ზარალი აფეთქდა ეს რისკი და დიდი ზარალი დაუყენა კომპანიას. კი, ცხადია, ეგ ძალიან დიდი გამოწვევაა, ზოგადად ანდერაიტერი არის ერთგვარი ფილტრი. ანდერაიტერმა უნდა გაფილტროს ყველა ის რისკი, რაც შემოდის კომპანიაში. ეს ფილტრი შეიძლება თვითონ რისკის თვალსაზრისით იყოს რაღაცა ისეთი რისკი იყოს, რომლის აღებაც არ არის სასურველი და შეიძლება იყოს სპეციალურად თაღლითური სქემა, სპეციალურად სადაზღვევო კომპანიის ხარჯზე გასამკვიდრებლად შემუშავებული და ძალიან დიდი ყურადღება საჭირო ასეთი რისკების თავიდან ასაცილებლად. იმიტომ რომ ანდერაიტერი პირველ რიგში კომპანიის თავის დამსაქმებლის სადაზღვევო კომპანიის წინაშეც არის პასუხისმგებელი, რომ მისი გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს და გარდა ამისა პასუხისმგებელი არის მთელ იმ საზოგადოებაზე, ვინც დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიაში, იმიტომ რომ თუ ეს სადაზღვევო კომპანიის მუშაობის პრინციპები დაირღვა, თუ ჩვენი პული კარგად ვერ მართეთ ჩვენ, მაშინ იმ ადამიანების წინაშეც ვერ შევასრულებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვისი რისკებიც ავიღეთ. ამიტომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ, საზოგადოების წინაშე მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ ანდერაიტერს ამ კუთხით. და ცხადია, ესეთ შემთხვევები არის, ხშირად ხდება. აი მაგალითად ერთი კომპანიაც კი არის, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი შეფერხებები შეექმნა მუშაობაში იმის გამო, რომ ისეთი სადაზღვევო პროდუქტი შექმნეს, სადაც მომხმარებელს სტიმული გაუჩნდა ზარალის დადგომის. როგორც კი ესეთ პროდუქტს გაუშვებს სადაზღვევო კომპანია, იქ არანაირ ეფექტურ მუშაობაზე საუბარი აღარ შეიძლება უკვე. ან მთელი სადაზღვევო მეცნიერება წლების სადაზღვევო საქმის მთელი სადაზღვევო საქმის პრინციპები, რაც ძალიან დიდი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა,
თავარი მიზანია ამ პრინციპების შემუშავების არის ის, რომ სადაზღვევო კომპანიამ ისეთი პროდუქტები უნდა შექმნას, რომ არავითარ შემთხვევაში დამზღვევს არ გაუჩინოს სტიმული ზარალის გამოწვევის. ეს პრინციპი თუ დაირღვა, მაშინ უკვე სადაზღვევო კომპანია ძალიან ცუდი მოკლედ ძალიან საკვანძო პროფესია, ასე ვთქვათ, საკვანძო პოზიცია სადაზღვევო კომპანიაში underwriter-ი და შენ underwriting-ის გუნდს ხელმძღვანელობ. როგორ არჩევ underwriter-ებს? ანუ სადაზღვევო კომპანია როგორ არჩევს underwriter-ებს, რომ თავისი ამ კომპანიის წინსვლა დიდწილად დამოკიდებულია underwriter-ი კარგი იქნება თუ არა და როგორ ხდება მათი შერჩევა? ზოგადად აი სხვა პროფესიებისგან განსხვავებით ალბათ, ყველა პროფესიაში ალბათ ეგრეა, მაგრამ underwriter-ებში უკაცილებით უფრო კარგად იგრძნობა ეს, რომ თქვა იგივე სწავლაზე და განათლებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. ანუ ესე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ თქვა ადამიანმა უნივერსიტეტი დაამთავრა, წავიდა underwriter-ად დაიწყო მუშაობა. ესე თითქმის არ ხდება. ყოველთვის რაღაცა გამოცდილების დაგროვებით ადამიანი იწევს იმ უნარჩვევებს, რაც underwriter-ს უნდა ჰქონდეს. სადაზღვევო კომპანია ძალიან ბევრ რისკს იღებს საკუთარ თავზე და ამ რისკებისგან დაზღვევა ალბათ ჭირდება სადაზღვევო კომპანიასაც თავად და რა მეთოდები აქვს იმისთვის, რომ აი სტაბილურობა, ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს სადაზღვევო კომპანიამ. ჩვენ ცხადია ვცდილობთ, რომ ეს ფონდი, რომელსაც სადაზღვევო პრემიებიდან ვკრებთ, იყოს ადეკვატურად პასუხობდეს ჩვენ მიერ აღებულ პასუხისმგებლობას და პროგნოზების საფუძველზე გავაკეთოთ ყველა გათვლა, თუმცა ეს პროგნოზები ყოველთვის არ მუშაობს, იმიტომ რომ არის რაღაც არაორდინალური მდგომარეობები, რაღაც турბულენტური ზონები, სადაც სადაზღვევო კომპანია შეიძლება ფინანსური სირთულეების წინაშე დადგეს, ამიტომ ჩვენ ჩვენის მხრივ ვიყენებთ მსგავს ინსტრუმენტებს, ანუ ჩვენც როგორც ჩვენი მომხმარებლებისგან ვიღებთ რისკებს, ასევე ჩვენ პარტნიორებს გადავცემთ ამ რისკებს. ესენი არიან გადამზღვეველები, ვინც დასავლურ ძლიერ ბაზრებზე ოპერირებენ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი აღებული ვალდებულებები შესაბამისობაში იყოს ჩვენ კაპიტალთან, რათა შევძლოთ ადეკვატურად რეაგირება ზარალებზე. ბევრი სადაზღვევო კომპანია გვინახავს გაკოტრებული. ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მისი გაკოტრების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, რომ underwriter-მა იქ არასწორად იმუშავა, რაღაცა სახიფათო რისკი აიღო, რამაც გაკოტრებამდე მიიყვანა სადაზღვევო კომპანია, თუ სადაზღვევო კომპანიას რამე სტრატეგია ჰქონდა, არასწორი არჩეული და ამან მიიყვანა საბოლოოდ კომპანია გაკოტრებამდე. კი, ცხადია, როგორც წესი, ყველა ეს პრობლემა, რაც სადაზღვევო კომპანიას აქვს, დაიყვანება underwriter-ის ან შეცდომაზე, ან რაღაცა არაადეკვატურ გადაწყვეტილებებზე. არასწორ გადაწყვეტილებებზე. აი, სადაზღვევო კომპანიის მუშაობას, როგორც ბანკებს აკონტროლებს, თქვათ, ყავს ზედამხედველი, აი ესე სადაზღვევო კომპანიებსაც ყავთ ალბათ საზედამხედველო. კი, სადაზღვევო საქმეც რეგულირებულია მკაცრად და ზედამხედველი უყურებს, ამოწმებს სადაზღვევო კომპანიის მუშაობას, თუმცა ეს ზედამხედველობა მაინც ყოველთვის ზოგადია და ესეთ ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებაზე მაინც პირველ რიგში underwriter-ია სადაზღვევო კომპანიაში პასუხისმგებელი. აი, გუშინ ვუყურებდი ერთ ინტერვიუს და მომინდა რომ შენთვის მეკითხა ეს ილონ მასკთან იყო ეს ინტერვიუ და ილონი ძალიან დაბეჭითებით ამბობდა რომ მომავალში არც ერთი პროფესია აღარ იარსებებს, ადამიანებმა უნდა მოუძებნოთ სხვა განსხვავებული როლები საზოგადოებაში, რადგან ჩვენზე კარგად ჩვენ საქმიანობას შეასრულებს ხელოვნური ინტელექტი. და მინდოდა შენთვის მეკითხა underwriter-ებს რა ბედი ეწევათ, აი როგორ წარმოგიდგენია ამ რეალობაში. საერთოდ დაზღვევა 5-10 წლის პერსპექტივაში, აი როგორ წარმოგიდგენია? underwriter-ის როლის კუთხით, არ ვიცი, ძალიან შორ მომავალზე რთულია ალბათ საუბარი, თუმცა განჭვრეტად მომავალში მე თქვა იგივე ხელოვნურ ინტელექტს უყურებ უფრო როგორც ინსტრუმენტს. იმიტომ რომ
ანდერაიტერისთვის, ასე ვთქვათ, პირველი ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ არის ინფორმაციის მოპოვება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. იმით უფრო მარტივი ხდება ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერ სფეროში. აი, კიდე ერთი დიდი გამოწვევა ანდერაიტერისთვის არის სპეციალიზაციის საკითხი. გარდა იმისა, რომ ანდერაიტერი კარგად უნდა ერკვეოდეს სადაზღვევო საქმეში და ინსტრუმენტებში, რაც თვითონ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ რა სფეროდანაც იღებს რისკს ანდერაიტერი, იმ სფეროშიც კარგად იყოს გარკვეული. და ეს სფეროები ძალიან ბევრია. ამიტომ ყოველთვის სადაზღვევო კომპანიები, ძლიერი სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ, რომ სპეციალიზებული ანდერაიტერები ყავდეთ. აი, ანდერაიტერი მაგალითად თუ ავიაციის რისკებს წერს, ავიაციაში უნდა ერკვეოდეს, ასე თუ ისე, თუ მშენებლობის რისკებს წყვეტს, მშენებლობაში ცოტათი მაინც უნდა ერკვეოდეს. სამშენებლო რისკებს ანდერაიტინგს როცა აკეთებ, რა ვიცი, აშთაღრიცხვას და რაღაც კონსტრუქციულ ნახაზებს რო ჩახედავ, პირველად არ უნდა უყურებდე და უნდა ერკვეოდე ასე თუ ისე. თქვათ, შეიძლება ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა ეს დიდი სფეროები იყოს საქართველოშიც კი, თუნდაც ავიაცია ან რაღაც ნებისმიერი სხვა ისეთი არც თუ ისე ხშირი სფეროებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ანდერაიტერის სპეციალიზაცია და აი ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. შენ შეიძლება მარტივად მიიღო ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული რისკის შესაფასებლად გჭირდება. ასევე დასაწყისში ახსენე სტატისტიკური მონაცემები, აი ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად დაგვეხმარება, ალბათ რომ სტატისტიკური მონაცემები ერთ ადგილას შეგროვებული გქონდეს, რასაც ანდერაიტერი შემდეგ საქმიანობაში გამოიყენებს, ალბათ. ძალიან სტატისტიკის კუთხითაც, ინფორმაციის მოძიების კუთხითაც, ან ნებისმიერი რაღაც რუტინული საქმეები შეგვიძლია ძალიან მარტივად და სწრაფად გავაკეთოთ ამ ახალი ტექნოლოგიების სახმარებით და ეგ ძალიან ხელშემწყობი იქნება. ანუ ამ პერსპექტივიდან მე ესე ვუყურებ უფრო იმას, რომ რაღაც ანდერაიტერი საჭირო აღარ იქნება, ახლო მომავალში მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ნუ რისკები ყოველთვის იქნება და სადაც რისკები იქნება, იქ მათი დაზღვევა და ანდერაიტერის აქტუალური იქნება. მადლობა. აი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბრის მერე ვიღაც დაფიქრდებოდა, ბევრი ადამიანი დაფიქრდებოდა, რომ თავისი კარიერა დაეკავშირებია ანდერაიტერობაზე. აი, რას ურჩევდი მათ? ეგეთ ადამიანებს, ვისაც მოუნდა ეხლა, რომ ანდერაიტერი გახდეს. რჩევა არ ვიცი, მე პირადად რას მომწონს ყველაზე უფრო ის არის, რომ აი რომ ეკითხებიან პროფესიას და მე რომ ვნები ანდერაიტერი ვარ, მეთქი ვერაფერს ვერ ხვდება და რაღაცა ესე იდუმალებით მოცული ხდები და ეს თუ მოსწონთ, მაშინ შეუძლიათ გახდნენ ანდერაიტერები. დიდი მადლობა, რომ ნელ-ნელა მიუახლოვდით დასასრულს. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, სტუმრობისთვის და საინტერესო დეტალების გაზიარებისთვის, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლისის შეძენისას ადამიანმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. მე კი მომდევნო ეპიზოდში ვფიქრობ ვისაუბრო ავტომობილების დაზღვევაზე, ასე რომ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. დიდი მადლობა პოდკასტ არიას მასპინძლობისთვის. მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.